დონალდ ტრამპი ირანს თავის მოკვეთამდე უკანასკნელ შანსს აძლევს. ეს შანსი კი ის მოლაპარაკებებია, რომელსაც თეირანი სულაც უარყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიუხედავად ამ უარყოფისა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს და თანაც ირანისვე ინიციატივით. დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური, მისივე სიტყვებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ძლიერი დარტყმისთვის იყო მზად, როცა ირანმა საუბარი ითხოვა. მისივე განმარტებით თეთრი სახლი ამას საუდის არაბეთის არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და სხვა ქვეყნების თხოვნით დათანხმდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კარგი დოკუმენტის ხელმოწერისთვის ეს ირანის უკანასკნელი შანსია, ვიდრე იგი გამანადგურებელი დარტყმების სამიზნე გახდება. გუშინ ძალიან ძლიერად დარტყმას ვაპირებდით, ძალიან ძლიერად, უფრო ძლიერად ვიდრე ვფიქრობ, შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნებისმიერი თავდასხმა ყოფილა. ეს საკმაოდ სერიოზულია. ჩვენ უკვე მზად ვიყავით, როცა მათ დაგვირეკეს. გარდა ამისა, დაგვიკავშირდა საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი. ბევრი მირეკავდა. არ მინდა სიტყვა ვედრება გამოვიყენო, მაგრამ ირანს არ სურდა, რომ მათთვის დაგვერტყა. მათ თქვეს, რომ საუბარი სურდათ, საუბარი ჰორმუზის სრუტეზე და რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ირანის ბირთვული განიარაღების საკითხზე. სწორედ ეს არის ყველაფრის არსი, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას. მოლაპარაკებები რომ არ მიმდინარეობდეს, მკითხავდით და გეტყოდით, რომ არ მიმდინარეობს, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს ირანის მოთხოვნით დაიწყო. საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და განსაკუთრებით კატარის მხარდაჭერით. ჩართულია სხვა ქვეყნებიც, უამრავი ქვეყანა დამიკავშირდა. მათი ლიდერების უმეტესობასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ასე თუ ისე თითქმის ყველასთან. ყველა სურდა ამისთვის ბოლო შანსი მიეცათ, ეს მათთვის ბოლო შესაძლებლობაა. თუ შეთანხმება ვერ შედგება, სხვა შანსი აღარ იქნება. ეს მათი ბოლო შესაძლებლობაა, კარგ დოკუმენტს მოაწერონ ხელი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, მოლაპარაკებები ორი მთავარი საკითხის გარშემო ტრიალებს. პირველი ჰორმუზის სრუტის გახსნაა, რაც მისი შეფასებით შესაძლოა ხვალვე მოხდეს. მეორე კი ირანის ბირთვული განიარაღება, რომელსაც ტრამპისვე სიტყვებით გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდაც უარყოფს, რომ ისლამური რესპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებშია ჩართული. პარალელურად ირანის უზენაესი ლიდერის უფროსი მრჩეველი მოჰსენ რეზაი აცხადებს, რომ ირანი სამიზნედ აქცევს ნებისმიერ ამერიკულ სამხედრო ხომალდს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში თეირანის მიერ განსაზღვრული მარშრუტის ნაცვლად სხვა საზღვაო დერეფნის დაწესებას შეეცდება. მისივე თქმით, თუ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას გააგრძელებს, საფრთხე მის სამხედრო ხომალდებსა და ბაზებსაც დაემუქრება. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ ჰორმუზის სრუტეში მეორე დერეფნის გახსნას, ამის უფლებას არ მივცემთ. თუნდაც სამხედრო ხომალდები განათავსონ, მათ მიზანში ამბობთ. უზენაესი ლიდერისთვის მთავარი ისაა, რომ ამერიკელებმა თავიანთი ქცევა შეცვალა. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ მათი ქცევის ცვლილების რეალური ნიშნები უნდა დავინახოთ. ფიქრობთ, რომ საზღვაო ბლოკადას შევეგუებით? ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდებსა და სამხედრო ბაზებს, რა თქმა უნდა, სერიოზული საფრთხე დაემუქრებათ. გქონიათ უბრალოდ ვისხდებით და ვუყურებთ, როგორ აგრძელებს შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადას ირანის პირობების შესასრულებლად კი არაფერს აკეთებს? რა თქმა უნდა, آمریکا به محاصره دریایی ادامه بده. ამის ფონზე ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ომანის სანაპიროსთან სადგურთო გემს დაარტყეს. დაზიანებისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა დაწყებულია გამოძიება. სააგენტოს ცნობით შემთხვევა ომანის ქალაქ ალ-ხასაბიდან დაახლოებით 37 კილომეტრში მოხდა.